მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ვიმყოფებით კრწანისის ტყე-პარკში, ეგრეთ წოდებულ საპატრიარქოს ტბებზე, სადაც საქართველოს ტივ-ტივის სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია ჩემი ხელმძღვანელობით უკვე ვატარებთ მეორე ეტაპს დასუფთავების აქციას სახელწოდებით ნუ დაყრი ნაგავს. ეს იდეა წამოვიდა ძალიან მაგარი ადამიანისგან, ჩვენი მეგობრისგან, ნიკოლოზ გარსენიშვილისგან. მისი იდეა იყო, რომ ეს ტერიტორია დაგოსუფთავებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოსულიყავით და გაგვეკეთებინა კიდევ ერთი კარგი საქმე. საკმაოდ ბევრი მოხალისე ყავს, პირველ ეტაპთან შედარებით ბევრად უფრო მეტი ხალხი მოვიდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ პირველ რიგში დაფასებისთვის, გვერდში დგომისთვის და ამ კეთილი საქმის გაკეთებისთვის. ეხლა დუღდება წყალი, ცოტას გავხურდებით, ჩაის ყავას დავლევთ და შემდეგ უკვე დავიწყებთ ტერიტორიის დასუფთავებას. მოკლედ ეხლა მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთი ადგილი. ეს არის ეგრეთ წოდებული კოშკის ტბა. საპატრიარქოს ერთ-ერთი ტბა არის, რო თქვა ეგრეთ წოდებული, ესე ვეძახით მოკლედ ჩვენ მეთევზები. ძალიან სასიამოვნო ადგილია ზოგადად სათევზაოდ, აი ზევიდან ჩამოდიხარ. ესეთი ესე რო თქვა ზაფხულში მზე არ შეგაწუხებს, თითქმის აქ მზე არ იქნება, ჭრილი იქნება, კამეშები აირგვლივ და უკანაც პატარა გორა არის და ჩამოდიხარ და რა ხდება? ძალიან ცუდი სიტუაცია, ნაგავი, დარწმუნებული ვარ აქ ზაფხულში არასასიამოვნო სუნის იქნება. თვითონ მეთევზები მოდიან და ესეთ მდგომარეობაში აგდებენ ტბას. არ შეიძლება შემოკარგებო. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და მოგმართავთ იმ ადამიანებს, ვინც აი ამ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებთ. ანაგვიანებთ ბუნებას. არ დაყაროთ. ერთი ცელოფნის პარკი აიღეთ, ჩაყარეთ და აქვე არის ნაგვისურნები და გადაყარეთ ნაგვისურნაში. აქ ფეხით ძალიან იშვიათად რომ ვინმე დადიოდეს. კი ბატონო, არის აქვე სოფლები, მაგრამ ამ ხილ გზაზე ჩემი აზრით ფეხით ძალიან იშვიათად ვინმე რომ დადიოდეს რა. ისე რომ გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ. აი, ავედით და ვნახოთ სხვა ადგილების დავათვალიეროთ. აი, იქაც რა, საკმაოდ კაი ადგილებია ვიზუალურად. ზემოდან ჩამოდიხარ და კამეშებში თევზაობ. ამ ტბებზე, სხვადასხვა ჯიშის თევზი ბინადრობს, არის როგორც მტაცებელი, ისე მშვიდობიანი და ზაფხულში საკმაოდ კარგი სათევზაო ადგილებია. სეზონს გულისხმობ რა თქმა უნდა. აი, ახლა ავედით, მოკლედ ცოტა სტუდია სასულიერო და მე გავაგზავნოთ. ედოჯან. ვა, ხედო ნახე რა. კლასნია, ნახე ქვევიდან იღებს, ღვაზე ხარ. მე ხა ეგეთები არ შემიძლია. მოკლედ მივემართებით სხვა ადგილებისკენ, რომ გავასუფთავოთ კიდევ და კიდევ სხვა ადგილები და ტერიტორიები, აგერ ჩვენი მეგობარი გადაწყვეტა ჯოხით როფას და ამოიღო. ბავშვები გვეხმარებიან. პატარა კაცი. ბავშვებიც შემოგვერდნენ. ყველა საკის და ორივე სქესის წარმომადგენლები ვართ აქ. არის ქალბატონიც, რომელიც გვეხმარება დასუფთავებაში და ძალიან დიდი მადლობა მას პირადად, რომ ვიდგას გვერდზე და ესეთ კარგ საქმეს ემსახურება. ასევე ასაკიანი ხალხი, რომელიც ესე იგი შეწუხდა, მოვიდა და გვერდში დაგვიდგა, ძალიან დიდი მადლობა მათ მინდა გადაუხადო, რომ მოვიდნენ და გვეხმარებიან და თავისი წვლილი შეაქვთ ამ კეთილ საქმეში და მიბაძეთ მათ. აი ეს ადგილები ალბათ გეცნობათ. ეგრეთ წოდებული კოშკის ტბები ქვია და ბოლოში არის დიდი ტბა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი თევზაობს და დარწმუნებული ახლა ვინც გვიყურებს, ძალიან ბევრი თქვენთაგანიც თევზაობს და უთევზავია ამ ტბებზე. ამიტომ გთხოვთ რომ გამოხვალთ და დაინახავთ ესეც ბინძურეს. თუ გიქნებათ იმის შესაძლებლობა პარკები, პატარ-პატარა ცელოფნებში შეაგროვოთ და გადაყაროთ ნაგვისურნებში, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, სამწუხაროდ ის ადამიანები არ ითვალისწინებენ, რომ არ უნდა დაყარონ ნაგავი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ რაღაც წვლილი შევიტანოთ და დავასუფთავოთ ტერიტორიები. ნახეთ რა ლამაზი ბუნებაა და ზამთარში ძალიან ლამაზია და ზაფხულში, როდესაც გაფოთლილია ეს ადგილები, აი ძალიან შესანიშნავი ადგილია. სისუფთავე ჭირდება ამ ყველაფერს და დანარჩენი უკვე ბუნებას ყველაფერი აქვს გაკეთებული. ეს რა დადო? კამერა. გადაწვით. მივდივართ უკვე მიგვაქვს შეგროვებული ნაგავი.
დაახლოებით 50 პარკი შევაგროვეთ, რაც ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა. ძალიან ცოტა ტერიტორია გამოგვივიდა, ну დაახლოებით 200 მეტრი გამოგვი, 250 მაქსიმუმ რა. შეიძლება არც მაგდენი. რაც დავასუფთავეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი ტერიტორია დანაგვიანებული, თითქმის ყველგან ყრია ნაგავი და ძალიან სამწუხაროა. ეხლა გადავალთ, შევაგროვებთ ერთ ადგილას და მერე უკვე პატარა ურს შევჭამთ. საკმაოდ დიდი რაოდენობით შევაგროვეთ ნაგავი. რამდენი პარკია დაახლოებით? კეთილ ადამიანებო, კარგო ადამიანებო. დავასუფთავეთ რაღაც გარკვეული ტერიტორია. ცოტა არ იყოს დავიღალეთ ბიჭები. აი ეს არის ჩვენი შედეგი. საკმაოდ დიდი რაოდენობით შევაგროვეთ. წინა პირველ აქციასთან შედარებით უფრო დიდი პარკები ავიღეთ და უფრო მეტი გამოვიდა ნაგავი. როგორია თქვა, უფრო მეტი გამოვიდა ნაგავი, მაგრამ ნუ გვიწევს რა თქმა უნდა. ეხლა რო გახედავ ტერიტორიას, ბევრად სასიამოვნო შესაძლებია, როცა არაფერი არ ყრია და სისუფთავეა ბუნებაში, ძალიან მაგარია. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით აი გეცნობათ სავარაუდოდ ადგილი, ეს არის ეგრეთ წოდებული კოშკის ტიპი, პატარა კოშკი არის. ამ ადგილას დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი თევზაობს და ბევრჯერ შემჩნევია, რომ ბევრი ნაგავი ყრია. ნუ ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ისევ დაყრიან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ როცა გამოვივლით, შედარებით დასუფთავებული ადგილი დაგხვდებათ. ნუ ამით დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, ჩემო მეგობრებო. თქვენთან თხოვნა მექნება, რომ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და ბევრმა გაიგოს ჩვენი აქციების შესახებ და შემოგვიერთდნენ შემდეგ და თქვენს მოგიწოდებთ, რომ შემოგიერთდეთ, ჩემს გამომწერებს მიმართავ. როცა გექნებათ თავისუფალი დრო და გაიგებთ ამ აქციის შესახებ, მოდით და დაგვიდეკით გვერდზე. თუ არ გექნებათ იმ საშუალება, რომ თქვენი ხარჯებით მოხვიდეთ, მომწერეთ პირადში და მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ მანქანები გამოვყოთ და მოვიდეთ და წამოგიყვანოთ იმ ადგილებიდან, სადაც შევთანხმდებით შეხვედრას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. აუცილებლად მონიშნოთ ზარეზღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი ვიდეო, რასაც მე ავტვირთავ. დაალაიქეთ, კომენტარის სახით დაწერეთ თქვენი აზრები, თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოკლედ ამით დაგემშვიდობებით. როგორც ყოველთვის წარმატებულ თევზაობას გისურვებთ და შევხვდებით ძალიან მალე.